რა არის ეს პოზიტიური აზროვნება? პოზიტიური აზროვნება, მე ესე დავარქმევდი ამას, ეს არის ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნის უნარი. რომ იქ სადაც მე მოვხვდი, ეს არ არის ჩიხი. და ნახეთ, აი ვთქვათ, არის ფრაზა, მე პრობლემა მაქვს, ხო, ფრაზა. აი ამ ფრაზას შევცვლი ესე, მე გამოწვევის წინაშე ვარ, მე რაღაც ამოცანა მაქვს წინ. მე ამას ვერ შევძლებ თქვათ ერთი. აი ესეთი ფრაზა, რომლითაც ვაპროგრამებ ჩემ თავს. პრობლემა მაქვს, ვერ შევძლებ, ვაიმე, რა მეშველება დავიღუპე და მეორე, ვერ შევძლებ არა, ტრანსლირებას ვაკეთებ ამას, როგორ შევძლებ ამას მე. როგორ გავაკეთებ ამას და იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფორმულირებას, რომ ჩემი ცხოვრების ხარისხი იცვლება. როგორ ფორმულირებას უკეთებ წინადადებას. ხშირად ურთიერთობაში რას გეტყვი, იმაზე მნიშვნელოვანია როგორ გეტყვი, როგორ შეფუთვა სენდვიჩს, როგორ გავაკეთებ, იმ რაში შევფუთავ. იმიტომ რომ სათქმელი თითქოს ზოგს უხარია რომ მე პირში მთქმელი ვარ, მივახლი ყველას ყველაფერი. რა ვიცი, თუ გაქვს ამის უფლება, რომ ესე მიახალო ყველას ყველაფერი, არ ვიცი, ან რატო გაქვს ამის უფლება. ეს ხო ტკენ ვიღაცას გულს და შე რომ მოგახალონ გიხარია, რაღაცას რომ მოგახლიან და რომ გეტკინება და შენც ხო ტკენ და რატო ტკენ. ეგ არის, გინდა უთხრა სათქმელი გაქვს, ისე უთხარი, რომ კი არა ატკინო, იგრძნოს რაღაცა, რომ მასში ცვლილებების მოთხოვნილება გაჩნდეს და რაღაცის შეცვლის.